მოგესალმებით, დადგა სამშაბათი საღამოს 8:09 მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც განსაცდელში ნახართ, პატიმრები განსაკუთრებით და უცხოეთში მყოფი ქართველი, ყველა ის ადამიანი, ვისაც ძალიან ბევრ ადამიანს ბევრი პრობლემა გაქვს და რა ვიცი, ღმერთს ვთხოვდა იმ მოძღვრებს ყოველთვის რომ რაღაცნაირად დაგვეხმარონ, რაღაცნაირად ამ ყველაფრის ზიდვაში და აუცილებლად არ იქნება ჩვენ ცხოვრებაში ისეთი პრობლემა, რასაც ვერ მოვერევით და დღეს ყავს მამა ექვთიმე სტუმრად. სამწუხაროდ ჩვენ და პატარა ალექსანდრე მოდის ხოლმე მამასთან ერთად და სამწუხაროდ ჩვენ და რაღაცა არ იყო სათანადო ფორმაში და ვერ მოვიდა, გაცივდა პატარაზე და ეგ არაფერი აქედან მოვიკითხავ დიდი სიყვარულით და ძალიან გვაკლია მართლა მისი არ ყოფნა ძალიან დაგვაკლდება იმდენად გავსებდა ეთერს და მაგრამ შემდეგში რომ მოვა აუცილებლად მამაო დაგულოცეთ თუ შეიძლება. დაგულოცოთ, ბატონო გიორგი, მადლობა მოწვევისათვის და მინდა მოგვილოცოთ თქვენ პირადად თქვენს თითოეულ წევრს თქვენ ტელევიზიისა და სულ საქართველოს და ყველა მორწმუნე ადამიანს ამაღლების საუბრო დღესასწაული მოგეხსენებათ რომ პარასკევის ჩათვლით გრძელდება ეს დღესასწაული და მადლობა უფალსო კიდევ ერთხელ ჩვენ მოგვეცა იმის საშუალება რომ გვედასასწავლო შეხვედრობით აი ამ უდეს მოვლენას თავისი არსით თავისი მნიშვნელობით და კიდევ ერთხელ გაგვეცა და ეს სიხარულე რაც თან ახლავს ხოლმე აი ამ დღესასწაულს განსაკუთრებით იმ ოჯახებს ვინ დღეს გარკვეული მიზეზების გამო მოწყობილი არიან თავად რა თქვა მშობლიური კუთხე საქართველოს შეიძლება უცხოეთში იყვნენ, შეიძლება ზოგი საპატიმროშია და აქედან მიულოცოთ მათ და ვანუგეშო და უთხრათო ყველაფერი ალბათ ღვთისწყალობით კარგად იქნება და კარგად დამთავრდება. აუცილებლად. მადლობა მამაო, ძალიან დიდი და თუ შეიძლება მამაო, ყველაფერი რომ კარგად დამთავრდეს, ხა უცბად მომივიდა ეს ის რომ რა უნდა გაითვალისწინოს მამაო ადამიანმა, აი რა ჩვევები, რა ცოდვები უნდა გამოვასწოროთ, იმიტომ რომ რაღაცა ცოდვებს აქვს თავის საწყისი. აი რა არის ამ ყველაფრის საწყისი და რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, იმიტომ რომ ძალიან გაიოლდა ჩვენგან ესეთი ცივი, ზემოდან ყურება, სიუხეშე, თვითონ ცოდვებისადმი მამაო და თვითონ იმისადმი რომ ერთმანეთისადმი გვართ ძალიან შეცვლილი და აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა უნდა გავითვალისწინოთ. საკმაოდ საინტერესო კითხვა, ბატონო გიორგი, იმიტომ რომ დღეს გვიხდება ხოლმე საუბარი იგივე აღსარების დროს და ზოგადად კერძო საუბრებიც ვინც ცდილობს რომ წინ წაეწიროს სულიერ ცხოვრებაში ასე ვთქვათ ვინც მიისწრაფებს უბლისაკენ რომ შეიმეცნოს ყოველთვის მსგავსი კითხვები აწუხებთ და ხშირად ვეკითხებიან ხოლმე რომ აი დაუშვათ რა არის უმთავრესი ხო აი საიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა რა თქმა უნდა თავი და ისევ ადრეს გითხოვს რომ არის საკუთარი თავის შეცნობა და დანახვა საკუთარი ცოდვების, საკუთარი უღირსების და ეს არ არის მარტივი ძალიან რთულია. და ყველაზე ასე ვთქვათ სცენი დღესაც მეტად შეინიშნება დღევანდელ საზოგადოებაში ეს არის აი გაკითხვის ცოდვა, ხო ისე არის ასე ვთქვათ ადამიანში გამჯდარი ეს რომ აი ვერც კი ამჩნევს, ისე ხდება ადამიანი მისი მონა რომ არც კი უფიქრდება რამხელა ცოდვას ჩადის და რამხელა გულს დგენს სხვა ადამიანს, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება მართლაც აი ცოტა ისე ხე შედარება რომ აი შეიძლება რაღაცა იმსახურებდეს ვიღაცა ხო მაგრამ ამ ფიზიკ ხო და რა თქმა უნდა მაგრამ აი ენას ყველაფერი შეუძლია რა ამას ბრძანებს სწორედ იაკობ მოციქულის თავის ეპისტოლეში რომ ადამიანმა ამ ქვეყნად ყველაფერი მოუხერხაო რა ველური პირუტყვიც კი მოათვინიერა მაგრამ ერთადერთი რასაც ვერაფერს უხერხებს ეს არის საკუთარი ენა მართლაც ესეა და იგივე მოციქული ბრძანებს რომ ენა შეუძლია ვინიდან ესე იგი ვაკურთხევთ, ლოცავთ ერთმანეთს და ამ დროს შენ რაცები ესე იგი ლანძღვაც, გინება, შეურაცხყოფა სწორედ იგივე ბაგეებიდან ხდება. ეს არის საკმაოდ დამაფიქრებელი, იმიტომ რომ თითქოს არაფერი ახლა, მაგრამ აი ძალიან ბევრი ამბობს ხოლმე მას აი მოდი ესა ჭორაობას ვერთო, აი გავჭორე, ამ დროს ეს უძესი გამკითხვის ცოდვა არის. და ამიტომ ბრძანებს უფალიც რომ ესე იგი თუ რა ვისაც განეკითხავთ, თქვენს განეკითხებთ, არ განეკითხოთ, არ განეკითხებთ. და რაშიც განეკითხავთ, იგივე განეკითხებთ თქვენ. და ამას ბრძანებენ დიდი მამებიც, აი ივანე სინელიც, რომ რა ცოდვაშიც განეკითხავ, იგივე ცოდვაში ვარდება ადამიანი, თუ დაუკვირდებით ჩვენს ირგვლივ, მართლა რამდენი გვინახავს ესეთი ადამიანი, ხო? და სამწუხაროდ ბევრს ეს თითქოს და არაფერ არ მიაჩნია, მაგრამ ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა, იმიტომ რომ აი საიდან იღებს სათავეს, ყველაფერს თავის საწყისი აქვს, ხო? ისე და ისე რატო დავიწყე, რომ ადამიანი როცა ვერაცნობიერებს თავის ცოდვილ მდგომარეობას. აი ეს არის და უკვე მას გონია
როგორც უფალი ბრძანებს იგივე მათ ასახალებაში, რომ ჩვენ ხშირად სხვის თვალში ვეძებთ ხოლმე ბეწვს. საკუთარ თვალში ვერ ავჩვენთ აი ამ დირეს, ხო, ამ დირე ეს არის მორი, ხის მორი, წარმოიდგინეთ, რომ ამ ხელა პრობლემის წინაშე ვდგევართ თითოეული ჩვენთაგანი და საკუთარ თავში ვერ ხედავთ ვერც ამ პარტნიორობას, ვერც სხვა პატიმოყარეობას და ასე შემდეგ და ამ დროს სხვაში გვინდა რომ იმაზე მცირე დავინახოთ, რაც ჩვენ ამ მდგომარეობაში ჩვენ ვართ. ეს არის, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული დასანახი, ამიტომ ყველაზე რთული არის სწორედ საკუთარი თავის შეცნობა, იმიტომ რომ ესე მარტივი არ არის, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ადამიანს უყვარს საკუთარი თავი. ხო და აი ეს მოდის აი პატიმოყარეობიდან, საბოლოოდ მივიდივართ იგი ამ პარტნიორებამდე, ხო, რომ ჩაუკვირდე, იმიტომ რომ რაღაცა ყველა ცოდას თავისი საწყისი და თავისი ფესვი აქვს, ხო და შედეგი იქნება მაშინ, როცა ადამიანი შეძლებს რომ მიაგროს აი ამ ფესვს, სადაც ეს თუ ის ნებარი აღმოცენებული და ამიტომ არსებობს დედა ეკლესია, ამიტომ არსებობს სწორედ ეკლესიური ცხოვრება, ქრისტიანული მოძღვრება, ჭეშმარიტი მოძღვრება, იმიტომ სამწუხაროდ დღეს ხშირად აი ამ ჭეშმარიტ სარწმუნოებას აიგივებიან სხვა სარწმუნოებასთანაც და არ იქნება, როცა თუ კი შევძლებთ იმას, რომ რამენაირად მაინც ისე და ესე უფლის იმედით, უფალზე მინდობით შევძლოთ საკუთარი თავის, თუნდაც რაღაცა ნაწილობრივ მაინც დანახვა, უკვე ბევრი რაღაცა შეიძლება საკუთარ თავშიც და ზოგადად საზოგადოებაშიც. დიახ, მამო, აი სხვისკენ ხელის გაშვერა არის ის მომენტი, რომ შენ გონია, რომ შენ ამას არ ჩაიდე? ხო, აი, როცა განიკითხავენ ხოლმე სხვა. რა თქმა უნდა, აი, უკვე საკუთარ თავში ვერ ამჩნევს სადურს ადამიანი. ხო, შეიძლება იმაზე უარს მდგომარეობაში თვითონ იყოს, იმაზე უარეს რაღაც თვითონ ჩადიოდეს. ხო, ეხლა და ამას ვერ ხედავს. აი ეს არის, იმიტომ რომ საკუთარ თავი მიაჭერა რადგანაც აღმატებულად რადგანაც მართალ ადამიანს სამდვილეში კი წღავს თქვი, რომ შეიძლება იმაზე უარეს ვაკეთებთ. ხო, როგორ თითქოს ჩასაფრთხო მდგომარეობაშია დღევანდელი 21 საუკუნის ადამიანი, რომ როგორც კი დავინახავთ იმაზე მზად ვარ თუ რა ცოცხლად დამარხო, რა წარმოიდგინე და ამ დროს არ ვიცით რომ ის მართალია თუ ხო შეიძლება არ იყოს მართალი, ხო შეიძლება იმ ადამიანს რაღაცა ჩაიდინა, მაგრამ შეიძლება ბოინანია და უფალმა მიუტევა და ჩვენ აი როგორც თქვენ თქვი რომ ხანდახან შეიძლება თოფის როლს ჯობდეს იმ აი სიტყვით წარმოშობას და იმას, იმიტომ რომ ამათ ისე გულსткენს ეს ალბათ ბევრ საკუთარ თავზე გამოუცდია, ხო, როცა ყველას უმეტეს თუ დამსახურებლად განეკითხავენ და შეურაცხყოფას აყენებენ და ეს რა თქმა უნდა ადამიანს უკლავს რა გულსაც და თავშეკავება მამო. აი როგორ უნდა მოითმინოს ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან რთულია ზუსტად აი მენის კბილზე დაჭერა, კბილის დაჭერა, დიახ. რთულია, რა თქმა უნდა რთული არის. აი რა უნდა გავიხსენოთ, არის რაღაც მეთოდები, რომ სხვაზე როცა იმას განი. უფლის აი დაუშვათ, უფალს არავინ არ განუკითხავს, ხო, ყველაზე მისთვის საშინელ მომენტშიც კი როცა მას ცემდნენ, ანეწყვებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ჯვარზე გააკრეს, პირიქით ევედრებოდა მამა ღმერთს, რომ მიეტევებინათ მათ ვიცოდა, იმიტომ რომ არ იციან რომ რას აკეთებენ, წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ერთი არის ადამიანი რომ ჩადის რაღაც სიტყვაზე ცოდვას და მეორე ის ამას ვერაცნობიერებს. აი ეს არის მეორე უკიდურესობა. და ალბათ თუ კი ადამიანი ამას გაიაზრებს, რამხელა საშინელება თითოეულია თუნდაც განკითხვა, ხო, ეს არა თითქოს ერთ შეხედვით თვითონ წყალებს მცირე რაღაცა ცოდვა და ვიღაცა შეიძლება ეს არაფერად არ მიაჩინა, მაგრამ შეიძლება სიტყვით კაცი მოკლა. და ეს არის საშინელება, ხო, და ამიტომ გმართებს და უნდა გავხსენოთ იგივე უფლისა ეს მაგალითი, რომ რა ეს ტანჯვა წამება და ამიტომ მოთმინებით ყოველთვის მოიპოვოს ადამიანი უფრო მეც მოიგებს ვიდრე დაუშვათ აი ამ განკითხვით და სამაგიეროს ასე ვთქვათ გადახდით. დიახ და მამა აი სად უნდა მივხვდეთ? ხშირად ხდება ხოლმე რომ აი ხანახან ვიღაცას გონია რომ რაღაცა მხილება ხდება ვიღაცის საქმის რაღაცა და აი სად უნდა მივხვდეთ მამა სად არის ზღვარი? ან ვინ გვეკითხება საერთოდ მაგას სად უნდა მივხვდეთ? იმიტომ რომ მხილებასა და განკითხვას შორის, იმიტომ რომ ადამიანი ვერ ზომავს, ვერ მოზომავ გამორიცხული. თუ ამ იმით ხარ მოხიბლული, აუცილებლად გადაგიცდება და აუცილებლად გაწირავ ვიღაცას. ხო, რა თქმა უნდა, ამიტომაც გვმართებს სიფხიზ და სიფრთხილეც, იმიტომ რომ საჯული და მართსაჯულება არის უფლის ხელში. ხო, ის არის გამკითხველიც, გამჟელიც და ყველაფერი უფალი ვერ შეცდება, იმიტომ რომ მან ჩვენზე უკეთესად იცით ჩვენ ვინ ვართ სინამდვილეში. ხო, ადამიანმა შეიძლება გიორგი ისე შეფუთო ამ ქვეყნიურ ცხოვრება, აი გარეგნულად, ხო, დაუშვათ რომ აი როგორც პატიოსანმა, როგორც მორწმუნე ეკლესიაში დადიოდეს, ახსებას ეზიარებოდეს, მარხვას ინახავდეს და შემდეგ, მაგრამ შინაგან სხვა ადამიანი იყოს. ხო, ამიტომ არის რომ გმართებს და პირიქითაც ხდება ხოლმე. და პირიქითაც ხდება, კი ბატონო.
ერთ-ერთი ესეთი мама ვარსკვლავი ანუბი ახსარებელი იმას ეკითხებია რომ რა არის უკეთესი ადამიანს რო ლაპარაკოს თუ დუმარებაში რო და საინტერესო პასუხს გაცემს ის რომ არიან ადამიანები რომლებიცო შეიძლება ესე იგი დუმარებაში იყოსო მაგრამ შინაგანათო სხვა ძულდესო განეკითხო შურდეს ხისო და შენო არიან პირიქით ადამიანები რომლებიც შეიძლება ბევრს ლაპარაკობენ და თავი მოგაბეზროთ მაგრამ შინაგანად არ განეკითხოს და არავის არ შეშურდეს და ესეო. ამიტომ აი ცოტა ისეთი ის ახლა ზღვარსაც შეეხება წარმოიდგინეთ ახლა ძალიან რთული ამის დაცვა. აი თქვენთვის არ იყოს ურთულესი არის, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ დაუნებურად მართლა გადავიდეთ განკითხვაში. მაგრამ როდესაც აი დავუშვათ ჩვენი ვინმე დავინახეთ რომ ჩვენმა ახლობელმა მეგობრებმა ნაცსამა რაღაცა მძიმე შეცოდა. როცა ერთმანეთს აი გულისწუხით უზიარებს სიტყვაზე ხო და ვწუხვართ ამის გამო და ნიშნის მოგებთ კი არ გამიგიხოთ ეს როგორ გააკეთა როგორი კადრა და შემდეგ არამედ ერთმანეთს უზიარებს აი ამ გულისწუხით აი ამის აი მდგომარეობას და ვცდილობთ რომ გამოსავალი სად ვნახო და როგორ მიუდგეთ მას და როგორ გამოიყვანოთ ამ მდგომარეობიდან ეს არის ალბათ უფრო განჟა და სიტუაცია ვიცახი ხო და გული რო შეგტივა კი და როდესაც თუ ახლა ნიშნის მოგებით რომ ამან ეს როგორ გავიდა ამ დროს შეიძლება მე იმაზე ვარს ვაკეთებდე და ჩემს იმასაც თქვა ვერ ხედავდე და ჩემ თვალში მდვირეს ხო რა თქმა უნდა ეს უკვე განკითხვა და საშინელი ცოდვა და ამისთვის უკვე პასუხი მოეთხოვება უბრალოდ ადამიანს და მამო აი ხშირად ხდება ხოლმე რომ აი ხა ღმერთმა გითხრა რომ ყველა ერთნაირად უნდა განიხილო და ყველას ერთნაირად უნდა ვაპატეთ მაგრამ ჩვენ ძალიან სუბიექტურები ვართ ამ შემთხვევაში ვინც ჩვენი არათ მიგვაჩნია ნებისმიერ სფეროში ეს უფრო მის მიმართ უფრო მობიერნი ვართ ვიდრე იგივეს კი არა იმის მიათედი შეიძლება სხვას არაპატიო და განიკითხო და საერთოდ ჩაძირო რა და ამ შემთხვევაში აი რაღაცნაირად აი არის ხოლმე შენი შვილი გიყვარს იმას პატიობ მაგრამ იგივე სხვის შვილს გადაული იგივე რაღაცის გამო ხო ამ შემთხვევაში მამა აი როგორ იყოს რომ აი ეს საერთაშორისო გახდეს შენთვის როცა ამ თემას ეხება რომ აი განკითხვა ხო როგორც სიტყვაზე мама ჩემს არ განვიკითხავ ისე არ განვიკითხო სხვისი мама რაღაც აი თუ შეიძლება იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე მამა აი ბევრს მელაპარაკებიან სხვაზე მაგრამ ვიცი რომ მათზე უარესი სახში უზის მაგრამ შენ გელაპარაკები ხო აი ახლა ჩვენ საკუთარ საინტერესო მოიყვანეთ თქვენ იმიტომ რომ ჩვენ მიდივართ ახლა იგივე მოყავს სიყვარულთან აი უფალი ორ თავარცნებას ვაძლევთ ხო თავიდან ეს არის უფლის სიყვარული რწმენა და მოყავს სიყვარული ვინ არის მოყავს რა თქმა უნდა ჩვენი ახლა აქ მშობლები დედმამიშვილები შვილები ისედაცო სახრებელში ბრძანებს უფალი ისედაც გიყვარს ეს ბუნებრივია ხო შენიანია და ის გიყვარს და უფრო მეტად პატივს ცემ და ეს არ ითვლება ეს არა ჭეშმარიტი მოყავს სიყვარული აი როცა აი მე სულ არ ვიცნობ ახლა გავალ ქუჩას სიტყვაზე ვიზახი და შემოხდება ხო და აი მე მის მდგომარეობაში შევდივარ მას დაუშვათ კი არ გამიგითხავ პირიქით შევესწრები რომ რაღაცნაირად ამ ადამიანს მდგომარეობაში შევსუბუქო ხო და უფრო პატივს ცემდა როგორც თუნდაც ჩემს შვილს ან ოჯახის წევრს აი მაშინ არის ეს ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ჭეშმარიტი ასე მოყავს სიყვარული და ალბათ ესაც უკვე რწმენის ის აი პრობლემა იმიტომ რომ ადამიანის აი იგია უფალის როგორ მაგალითი მოყავს მდოგვის მარცვლის ოდენარ რწმენას უქონდეთ ხო აი ელემენტარული ისოც უქონდეს ადამიანს ხო ალბათ ეს თემას არ გააკეთებდა ხო იმიტომ რომ ძალიან შორს ვართ რა ახლა ჭეშმარიტი რწმენისაგან ამ დოქტრინდება კიდევ ერთხელ გავემეორებ სწორედ საკუთარ თავთან მუშაობა ფიქრი საკუთარ ცოდებზე რა თქმა უნდა იგაც მამების ცხოვრების მაგალითზე ხო ეს ჩვენთვის მაგალითები არიან ხო აგერ რა ვიცი ახლა და ასე დროს უკვე რომ თუ ადამიანი ცდილობს რომ გადადგას ნაბიჯი უფლისაგან უფალი ჩვენს კი გადაგავს 10 და უფრო მეტ ნაბიჯს თუმცა სადაც დამინდია აი სადაც ადამიანი დაინდობს ხო მეორე ადამიანს თვითონაც ხო მოუწევს აუცილებლად მოგვიწევს ეხა არავინ არ თქვას რომ რაღაცა აუცილებლად მოვა ის დრო რომ ჩვენც ვიქნებით ვიღაცის დასანდობი ვიღაცამ რომ ხელი გაგვიმართოს იმიტომ რომ რაღაცნაირ ძიმე წუთები გვექნება და იქ გამართლებია მამა აი დანდობა ვინც იცის მასაც არ წირავს არც უფალი მამა და არც სხვა ადამიანი ამით ის აგროვებს ერთგვარად აი სიკეთეს გაკეთება იგივე რაც ჩვენ სიკეთეს ატონებება და ეს არის ვთქვათ იმ საგზლის ვთქვათ მოგროვება რომელიც ჩვენ გამოგვადგება აგერ შეიძლება არც გვახსოვდეს აი ეს არის მთავარი იმიტომ რომ სიკეთეც არის ხო არ ჭეშმარიტი სიკეთე არის მოჩვენებითი სიკეთე ხო აი ჭეშმარიტი სიკეთე ძალიან რთული არის ხო ეხლა ეს ამდენსაც არსებობს ხო გამოთქმა რომ მადლიქენი ქვაზდა და გაივლი წინა ხვდება ხო ჩვენ არ უნდა იმიტომ კი არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამით რაღაც სარგებელს მივიღებთ ამ მიზნით ეს არ არის ახლა ხო აი როცა როგორც გითხარით რომ აი სულ არ ვიცი ჩემი არავინ არ არის ხო აი გავალ ქუჩას სიტყვაზე მოწყალება სიტყვას ან დაუშვათ ურნაშია ხო და იქ ასე ვთქვათ რაღაცას ეძებს და
იმასო დაეხმარები და ისე რომ იმან არც ის შენი ვინაობა ვინ ხარ და მართლა აი იმ მისი სიყვარული თუ ის გეცოდება და მის მდგომარეობიდან გამომდინარე, აი ეს არ უკვე ჭეშმარიტი სიგა და ეს აუცილებლად წინა ხდება ადამიანს ყოველთვის როცა მოგვიწევს აი ეს საყოველთაო განსჯის დროს წარდგომა უფლის წინაშე. და მამო, აი ამ განკითხვას და იმას ძალიან ბევრი აიცით რა არის, ხანდახან ხდება ხოლმე, რომ მართლა იტყვის ზოგი ვითომ ჭყალებში რაღაცა გულით უნდა, რაღაცა სიმართლეს რაღაცა, მაგრამ ამის უკან დგას დიდი სიბოროტე და ვერ ხვდებიან ადამიანები. აი მაგალითად ვიღაცას გამოვდებ სიტყვას ნებისმიერ, აი სკოლის დირექტორს, ანუ ვიღაცა პოლიციას და აი ვიტყვი რომ აი სიტყვაზე აი ეს ნახე რა ცუდად იქცევა. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი ქვემოთ ლანძღავს ამას, ზოგი მე ლანძღავს, ზოგი იმას, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში მამო მიმართულებას აძლევ ვიღაცა ადამიანებს, რომ გამოხატონ ღვარძლი, სიბოროტე, რაღაცა ელემენტარული, აი შორს არ წავიდეთ თუნდაც ეკლესიაზე რომ ამბობენ ხოლმე, ხო აუ სიტყვაზე, ხო, ტრები რამდენი ხავს, ხო? ამ შემთხვევაში მამო, თუ შეიძლება ეს მამო, რომ აი ამას როგორ უნდა მიხედო, იმიტომ რომ აი მკურნალო, განკურნე თავი შენია, ხო, ამდენი ადამიანი მე ცოდვაში ვარდება, მამო. ეს ხო აურის ამბავი უკან მოგებრუნდება აუცილებლად. რასაც გაუშვებ, ის აუცილებლად რა თქმა უნდა. მე წელს გითხარით რომ ამას ამბობს იონეს სინელი რომ ასიც განიკითხა, იგივე დაუშვებს, უფალოში რა გამოჩნდა რომ მე მივხვდე რა არის სინამდვილეში, იქნა გამოსვლა, იქნება ძალიან რთული. ხო და ამიტომაც წინდახედულობა ალბათ ყველაზე მეტად საჭირო, იმიტომ რომ აი იგივე სოციალური ქსელები, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება პირიქით დადებითად გამოიყენოს ადამიანმა და იგივე ახლა იგივე თქვენ გადაცემას ხო აი ტვირთება სიტყვაზე და რამდენი ადამიანი ნახულობს და იღებს იქიდან ეს არგებს, მაგრამ ბევრმა შეიძლება თქვა მინაზღოს იქიდევას, ხო არის შეიძლება ეს შემთხვევებიც იყოს. ხო და ისაც ავიცი, ესაც აი შეგნებამდე მიდიორდი ადამიანს აი მარტივ ესე ამბანის დონეზეც კი არ გვესმის რა არის ქრისტიანობა და ჭეშმარიტი წმენა, იმიტომ რომ და იგივე მოყვას სიყვარული და ესო ვიცოდეთ ხო რა თქმა უნდა არ განიკითხავ არავის და ეცდები რომ შენ ნაბიჯების გამო სხვას არ შეგვიძლია რაღაც პრობლემა და არ ჩავთ ხო თუ შევიკავოთ თუნდაც აი თქვენ რომ ბრძანეთ ახლა რამდენი წამოვიდა მორიგი შეტევა ხო თითქოს 100 პერიოდი გადაწყობენ და თქო ჩასაფრებულებიან და ეკლესიაზე იგივე სასულიერო და ასე ამ დროს ესეთი მახსენდება ახლა გიორგი საქმე მოციქულთაში ეს მაგალითად პავლე მოციქული ჩადის იერუსალიმზე ქადაგებს იქ ნუ რა თქმა უნდა აუჯანყდებათ ეს იუდეველი ერი და ნუ მას შეურწყოს მეაყენებენ და რამის აჯანყებაა და ასე თავი შეაპრობინებს რომაელი და უნდა გაროსგონ და ეს ვეტყვის რომ რომის მოქალაქე უნდა წემოდო და გაიგებს რომის მოქალაქე იყო პავლე და თავი შეიკავე და მე დაინტერესებს განა ისეთი რა უთხრაო პავლემ რომ ესე გაგიჟდებენ ეს იუდეველი მეორე დღეს გამოიყვანს მოედანზე დაიწყებს ქადაგებას პავლე მოციქული და იქ ერთ-ერთი იყო ანანია და უძახებს გვერდში მდგომას რომ ჩაქოლეთო თავი დაუმტვრიეთო რას ვლაპარაკებთ რა და დაალურჯეთო და ეს პავლე მოციქული ეტყვის უფალი დაგარჯო შენო და მე ეტყვია შენ მღვდელთავარს აგინებო და ამან არ იცოდა ეს მღვდელთავარი იყო და ეტყვის რომ ბოდიშო მე არ იცოდი თქვენ ნათქვამია რომ ერის წინ ამძღვას არ უნდა შეურწყო არ უნდა მეაყენო ახლა რაცა ესაც არ გვესმის იმიტომ რომ რა იცი ეხოთ იმისა რომ ისწდებოდა იმ ხო რა თქმა უნდა ესე ქრისტიანული დენველი იყო აწამებდნენ მისი ბრძანებით იქ სინოდრიონის წევრი იყო რომელიც უფალი გაასამართლეს აგერ სიკვდილით დასაჯეს და აი ესეთი მიდგომა ქონდა ესეთი უნდა იყოს იმიტომ რომ აი განკითხვაზე გამართლება არ აქვს ვერავინ ვერ მოიტანს ეს არგუმენტს და შეიძლება ეს გაამართლოს ერთადერთი რაც მამები ბრძანებენ თუ საკუთარ თავს განიკითხავ აი საკუთარ თავს ამხელდა როგორც აი არსენი მეუდაბნო მამა ხო და როგორც ესე იგი ამბობენ რომ ხშირად თავის თავს ეჭვებოდა ადექი შეზარმოცო ადექი ნუ იმაშო გააკეთე შემოუძახებდა ხოლმე აი ესე უნდა ვიყოთ საკუთარ თავს უნდა ხედავთ ყველა ნაკლებობებას და მაშინ სხვა შევეღარ დავინახავთ იმ ფესს აი ესე თავი ვერ იმასიზამ ხო და მამაო საბოლოოდ აი მაინც შენ თვითონ თუ არ გადააწყდი ვერ მიხვდები ვერცეთ ცოდვას რა თქმა უნდა ამიტომ არის უფალი იმიტომ დაუშვებს რომ მე მიხვდი იმიტომ სანამ არ აღმოჩნდა მდგომარეობაში მას რთულია ხო იმიტომ რომ ისა იმიტომ არ განსაცდელებიც უფალი ამიტომ უშვებს რომ ადამიანი მოექცეს შემოტრიალეს მოვიდეს გონს აი პავლე მოციქული იყო სწავლე ხო დევნელი დამასკოში რატომ მიდიოდა რომ ქრისტიანებს შეეპრო ჩამოეყვანა და ეწამებინათ მაგრამ აგე უფალმა ინება ესე რომ მის გახდა პავლე ხო მოსოფლო მოძღვარი და თავთა მოციქული ერთ-ერთი რომელიც უმეტესობა მის კალამს ეკუთვნის ხო მის ეპისტოლეები რო არა სულიწმის მადლი ადამიანის გონებას ეს არ შეუძლია ეს ყველაფერი გათვალო და აღწერო რამხელა
სწავლიდან გახდა პაულე. და ბევრი ესეთი შემთხვევა ყოფილა. ხო, ყველანაირი მაგალითია ეკლესიის ისტორიაში, წმინდანების ცხოვრების მაგალითზე, ხო? იგი აი ადრეს ვთქვით ვარცხებით, აი მოსეშავე მაგალითად. აბა, ეხლა მარიამ ეგვიპტელი აგერ საიდან ამოვიდა ჭაობიდან და აგერ დღეს ლოცვის დროს საერში მაღლდებოდა და სხვები, რა ვიცი, ეხლა ჩვენ ხო და აი შეუძლია სწორედ უფლის მადლს და მადლი როგორ უნდა მიიღო რწმენით. რწმენა მიიღწევა ორი მთავრესი თავდაბლობა და მორჩილება. ხო უნდა მიიღო მორჩილებით, რაც გადამოგვეცა უფლის მიერ იმის განჭრეკა ეს რატომ არის ამას არის რაღაცა ზოგიერთი სწავლება, რომელსაც ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება. ვერ ჩაწვდება და უნდა მიიღო ეს რწმენით და მორჩილებით, რა თქმა უნდა, დაემორჩილო და თუ გინდა რომ გადავრჩეთ. დიახ. და მამო, აი პირველი რაღაცა ისეთი ნაბიჯები, რითაც აი თავშეკავება იქნება, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე, მამო, რომ ადამიანები არიან უკმაყოფილონი ამ ცხოვრებით. იცით რატომ, მამო? მაგის ბრალი არის, რომ სხვას განიკითხავს, სხვაზე ქილიკობს, რაღაცა თავისის არ გააჩნია. აი თუ შეიძლება მე არ მინახავს ისეთი ადამიანი, ვინც დალაგებული არის რელიგიურად და სხვას განიკითხავს. თუმცა ნუ ეხა იშვიათი შემთხვევები ყველგან არის, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მამო, რას უნდა მივხედოთ ჩვენ თვითონ, იმიტომ რომ აი მართლა ის სულ რაღაცნაირად აი ბავშვობის იმისავით იყო ხოლმე. რო იმას იზამდნენ, რა ქვია, ვიღაცაზე რო ლაპარაკობდნენ, იგივე ცოდვას, რაც მის სახში 10-ჯერ მეტი ტრიალებდა. ვაუ, ფიქრობდი, მეთქი ესე თავისიანებს არ იცნობს თუ ამის უკან ხო არის ხშირად რომ ვიღაცა გელაპარაკება რაღაცა ამის შესახებ, რომ თვითონ რო ჩაიდენს მერე რომ ამის უკან იფიქრო რომ ეს ამის ჩამდენი არ იქნება თვითონ ახე როგორ ქილიკობს ამაზე არ რაღაც თვითონ როგორ განიკითხავს ესეთ ადამიანებს თუ შეიძლება მამო რა დგას ამის უკან და რას უნდა ვებრძოლოთ ჩვენში რომ აი ყველაფერს მოუყვება პატიმი მოყარება პირველ რიგში იმიტომ რომ ყველაზე ეხლა როგორც მოგახსენეთ ადამიანს ყველაზე მეტად ამ მიწერცროვაში საკუთარი თავი უყვარს ხო ყველაფერს ხედავს გარდა საკუთარი თავის ნაკვლევანების და შემდეგ ეს არის ესე იგი საკუთარი თავის სიყვარული იქიდან მომდინარეობს და ეს არის უკვე მიდივართ აი ამ პარტნიორებთან რამაც მოახდინა დაცემა როგორც ზეცაში ასევე მიწაზე ხო ასე რომ და თქვენ თვითონ არ იყოს ალბათ ამასაც ჭირდება დროც შეიძლება განსაცდელიც რომ ადამიანი გულს მოიგოს სხვანაირად შეუძლებელია იმიტომ რომ ზოგი ისეთ ხილშია და ისეთ იმაში არის ეგონა თქვენ თვითონ არ იყოს ოჯახში აგერ შეიძლება ის ყავდეს მე რამდენი აი არ მახსოვს რომ მშობელს საკუთარი რაც არ უნდა ცოტა ისეთი შვილი ყოლო და გაემტყურებინოს ყველა მშობელს თავის შვილი გონია ანგელოზი ამ დროს ეხლა ისეთი ვინახავს ცხოვრებაში რომ ავიცი ქვეყანას ავიცი შეიძლება ის ყოველი იყოს მაგრამ ამ დროს მშობლისას ძალიან რთულია და ეს იგივე საკუთარ თავს შეუსაბამოთ ხო ეხლა საკუთარ თავის ესე ვართ რომ აი ყველაზე მართლები გონია ყველაზე კარგები ყველაზე აღმატებულები და ყველაზე კარგს ვიმსახუროთ გვინდა რომ კარგი გქონდეს მაგრამ რო არ გვეკუთვნის ამასაც ხო დამსახურება უნდა და ამიტომ ალბათ უფალი, იმიტომ უფალს ყველა ადამიანის ცხოვრება უნდა ის 99 ცხოველს რომ მიატოვებს და ერთს ეძებს. აბა იმერც მიუბრუნდა. ეს არის ყველა დაკარგული ადამიანს ეძებს, ყველა რაც არ უნდა ცოდვილი იყოს, რაც არ უნდა უძიმეს მდგომარეობაში იყოს, ხო? ისაც ბოლომდე აცდის რა, რომ იქნებ რამენერად გონს მოეგოს, იქნებ რამენერად გამოფხიზლეს და მივიდეს უფალთან და თქვას აღსარება და შეცვალოს ცხოვრების წესი და ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრი ყოფილა, ხო? ეხლა ზოგი ეკლესიაში ისეთი ადამიანები რომელსაც წარმოდგენა არ ქონდათ ეხლა იგივე ჩვენ თავიდან რომ დავიწყოთ ხო იყო დრო როცა საერთოდ სულხანერად ვფიქრობდი სულხანერად შეხვედრილობა ქონა უცხოას და მალობა ღმერთს რომ აი ჩვენ ას თუ ისე და ჩვენი მეგობრებიც მრევლის ახლობლებიც რომ დღეს აი ცდილობენ რომ აი სწორ გზაზე იარონ და მაქსიმალურად არ გადაუხვიონ აი ამ ჭეშმარიტების რაც არის მიყვანებელი უფალთან და სადასასრულოდ. ესე მამო რაც არ უნდა ადამიანი ხა რაღაცას აღშავებდეს რაღაცა ყველას ყავს ის ადამიანი ვინც ზურგს უკან ვისი დანდობაც გმართებს რა. ბევრს მშობელი ყავს, ბევრი ვიღაცისათვის ტკივილია, ვიღაცისათვის მნიშვნელოვანი არის და ჩვენ აი ამიტომ არ უნდა გავიმეტოთ სხვა ადამიანები. ყველაფერს თავი გავანებოთ, მამო, ღვთისათვის რამხელა მნიშვნელოვანია. წეღა თქვენ როგორც ახსენეთ, რომ იმერც მიუბრუნდებაო. 100-დან ერთი რომ წარმოიდგინეთ მამაო და როგორი არის რომ აი ანუ ეს გაგაჩერებს კიდე და რაღაცნაირად როგორ გავითვალისწინოთ მამაო სხვათა შორის ამ ბოლო დროს აი ეგ მოკლა და ეგ გააკეთა ბოროტმა რომ სხვისი გათვალისწინება აღარ არის აი არც ასაგზე და იმაზეც აღარ არის უბრალოდ სხვას არ ითვალისწინებ ვინც გასათვალისწინებენი და ვინც მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ
ეს მუხრუჭები თუ არ იქნება ვიღაცებს თუ არ გავითვალისწინებთ, ჩვენ ვერ გავჩერდებით ეს. ხო აი საინტერესო შემთხვევაა, იმიტომ რომ აი იგი ჩვენ ბავშვობის პერიოდში სხვა მიდგომები იყო, სხვა შეხედულება იყო, უფროს უმცროსობა იყო, პატრიოტიზმი იყო, ამას გვასწავლდნენ, ოჯახში გვასწავლდნენ. გათვალისწინება. სკოლაში რა თქმა უნდა, ვიცოდით რომ ის პატრიოტი უნდა მიგვიგო მათთვის და ეს ჩვენ თაობა დღესაც ეს მე ახლა მაგალითად რომ დავინახე ჩემ მშობლის თავი იგი რო ჩემ მშობლის ესე უყურებ, იგი როგორ დედამამიშვილს და ესე შემდეგ, ხო და ასე უნდა იყოს დღეს სამწუხაროდ აი რაღაცა აი ამ გლობალურმა და აი ამ რაღაცა ლიბერალურმა მიდგომამ ეს ამოშალა ეს თაობაც მალობა ღმერთს უმრავლესობაში არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არიან ისეთი თაობა, რომელმაც დაიკარგა ეს და აი თუნდაც მიდიხარ ქუჩაში და შვილის ბავშვები მოდიან და ისეთ უწვავს სიტყვას პარობენ, აი განცდა არ აქვს, სად არის საზოგადოებაში არიან, სად არიან მათ ირგვლივ რაღაცა ესე თქვი და აქ შეიძლება ესეთი აი დაიკარგა ეს ისა და ეს ძალიან სამწუხაროა რა, ამიტომ ალბათ ისე უნდა დავიწყოთ აი ალბათ ოჯახებიდან გიორგი, იმიტომ რომ აი ეხლა მალობა ღმერთს 17 მაისი რამდენი ხალხი გამოვიდა კიდევ და ეს კიდე იმედის მომცემია, იმიტომ რომ აი ბეორჯერ მithქვაზა კიდევ გავიმეორებ რომ ხშირად ვამბობ ამასთან მრევლთანაც და ზოგადად აი კერძო საუბარშიც რომ რასაც ადამიანი მშობელი თუნდაც აი მიწიერ ცხოვრებაში უკეთებს თავის შვილს, აი დაუშვათ კაი სწავლა განათლება მისცეს, კაი სკოლაში მიიყვანოს და შემდეგ იმის ნახევარი რომ გაუკეთოს სულიერ ცხოვრებაში, გაცილებით სხვა მდგომარეობა იქნება დღეს. და ისე და ისე რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ რომ აი გადაცემის მეშვეობით, იგივე სხვა საშუალებებით დღეს იგივე თუნდაც სოციალური ქსელებით რომ აი ადამიანები მოვიზოთ ეს მომავალი თაობა და მართალი გითხრათ ზოგი ისეთია რომ გესიამოვნებაა, ზოგი ისეთი მომავალი თაობა რომ აი იგივე ღვთისმეტყველებაში ცდილობენ რაღაცერად უფრო მეტი მოიძიონ, უფრო მეტად წინ წავიდნენ და ეს მისწალმებელია და ალბათ უბრალოდ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ერთი ადამიანიც ცხონდესო, ხო, ალბათ მის ირგვლივ ძალიან ბევრს გადაარჩენს, ხო, ეს ესე არის და ამიტომ ჩვენც არის ბევრს და ოჯახებიდან უნდა დავიწყოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ რატო ებრძვიან ოჯახებს? იმიტომ რომ ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდა, ხო, იმიტომ რომ ოჯახი აკურთხა უფალმა 60 დღეში, ხო, ადამიანს დევასახით და პირველი სასწაული რაც უფალმა აღასრულა და მობრძანდა ეს ხო კანას გალიაში ქორწილში მიბრძანდა ღვთისმშობელთან ერთად, ხო? და იქ წყალი ღვინოთ შეცვალა, ხო და პირდაპირ ბრძანებს უფალო, ვინც ღმერთმა შეაუღლა, მას კაცი ნუ გარაშულებიან და ამიტომ არავის არ აქვს იმის ოჯახში ჩადგომის უფლება, მაგრამ სამწუხაროდ აი შეაღწია იქაც ხო ოჯახში და კი, მამაო, შესულია ოჯახი. ხა არ გათვალისწინებ, აბო, ვის არ ითვალისწინებენ? მე კი არ უნდა გამითვალისწინებ, თავის ოჯახის წევრებს არ ითვალისწინებ. აღარც მშობელს, აღარც როგორ მეწოდებიან ხო? ეს არის ძალიან ცუდი და ავიცი ღვთისმსწავლობით ჩვენზეც მე რაღაცა დამოკიდებული რა თუ ყველა ოჯახში იქნება მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ ყველაფერი დაალაგდება და ერიჯანსაღი იქნება, ქვეყანაც გადარჩება და აი თესოფლებს ეს ამისი პრობლემაა დღეს. ნახეთ როგორ გაუფასურებულა ყველაფერი, რა აი სპეციალურად არ ქორწინებიან და თუ უყურებთ ახლა ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომ აი თურმე კარიერა არ გაიფუჭონ, ხო ხვდებით ახლა როგორ უკანა პლანზე გადაიწია ოჯახმა და ოჯახურმა სიწმინდა, ხო და ეს ძალიან ცუდია. ბევრი ოჯახიც კი დაანგრია მის გამო, რომ რაღაცა კარიერაში ხელი არ შეშლოდა და ამ შემდეგ. მამაო, თუ შეიძლება მამაო, აი ჩვენი დრო ეს აი მართლა ხვის იმაში რო არ გავფლანგოთ და ჩვენ რო გავიზარდოთ, ხო? რა უნდა გავაკეთოთ? აი საიდან უნდა დაიწყოს ადამიანი, იმიტომ რომ ბევრია და ეხა მე მაგალითად ბავშვობაში გამიმეტებია ისე ადამიანი. ეხა ძალიან და რაღაცა ისე დიდათ არა, მაგრამ გამიმეტებია, რომელზეც არ დაფიქრებულა დღეს, ეხა იგივე შეცდომას არ დაუშვებ. აი შემთხვევაში აი ვიღაცა მაგალითად აი არ მოქცეულა კარგად და მithქვა აი უბრალოდ ხალხში მithქვას რომ ეს მეთქი არაფერი არ არის რაღაცა. ეხა რაც უფრო წლები მემატება, მით უფრო ჩემთვის მნიშვნელოვანი ხდება ადამიანი და მისი ფაქტორი, იმიტომ რომ ყველაფერი ის გამოც გამიმეტებია სხვა ადამიანი, ის ოხრად დარჩება, ის ზემოთ არ გამოყვება და შენ კიდე ის შენი საქციელი და ის რო დანდობა და ეს გექნება, ეს მართლა ზეციური საქციელი არის და ზეცამდე მიგიყვანს და მამაო, ჩვენ ეგ დაგვავიწყდა. აი რაღაც პატარის გამო ერთმანეთს ვიმეტებთ ხოლმე ძალიან მაგრა და ვკარგავთ. ყველაზე ცუდი ეგ არის, იმიტომ რომ აი მართლა ისეთი რაღაცის გამო დაუკარგავს ერთს მეორე ადამიანი, რომელიც სიკვდილის მერე ოხრად დარჩება, ვიღაცა თავის შთამომავლობა იმას გაანიავებს, ან რაღაცა ისა და აი როგორ უნდა აი ეგ ცნობიერება როგორ შევიძინოთ მამაო, რომ
აი შენ ხარ პირველი და ეს ნივთი იქნება თუ რაღაცა შენი შეცდომა თუ რაღაც აქციელი არის მეორე ხარისხოვანი. როგორ დავაყენოთ მამო ადამიანი უფრო წინ, ვიდრე ის დანარჩენი, რასაც ადამიანს, რამაც ჩვენ გონებაში და ჩვენ ცხოვრებაში სხვათა შორის ადამიანს უკვე გაასწრო. დღეს უკვე ყველაფერი ადამიანზე წინ დგას, ელემენტარი ცხოველი რო ცხოველია, იმასაც ადამიანზე წინ აყენებენ ხშირ შემთხვევაში რაღაცნაირად აი ესე ხდება სამწუხაროდ ჩვენთან რა. ნუ მატერიალურზე აღარ ვლაპარაკობ, რომ ყველა ადამიანზე წინ აყენებს ბევრი ადამიანი მატერიალურს წინ და მე თავის ინტერესს და კი არა ღმერთზე წინ აყენებენ მამაო. სულ აღარ მოგვის. საკმაოდ რთული არის ამის მიღწევა. აი ნახეთ წანაცას საუბრობთ ხო ახლა ამ დროს ადამიანი ამოსავალი წერტილი ხო უნდა ვიყარო ჩვენი მომას. იმიტომ რომ ერთი ადამიანის სულს ვერ აღემატება მთელი აფხაზური ხო სამყარო და მთელი აულა ქონება და ეს ვაიღო სიმდიდრე. იმიტომ ერთი სულ უფრო ძვირფასია უფლისათვის ხო. და ამასაც ჭირდება ალბათ გარკვეული თქვენთვის არ იყოს ახლა ყველას დაუშვია მსგავს შესწორები ხო ახლა ახალგაზრდობაშიც შეიძლება დაზღვეული არაფრისგან არ არის შეიძლება დღესაც დაუშვას ადამიანმა და რაღაცა შეცეს მაგრამ იმიტომ არსებობს აი სწორედ დედა ეკლესია იმიტომ არსებობს ეკლესიური ცხოვრების წესი რომ ამის მეშვეობით ადამიანმა შეიმეცნოს და მივიდეს იმ დასკვნამდე რომ რა არის ამ ქვეყანაზე მთავარი ამ ცხოვრებაში არა დაუშვათ მატერიალური სამყარო ან ქონება, არამედ თვითონ ადამიანი, როგორც დავრეს სულიერ არსება, ხო, ამ ხილურ სამყაროში, იმიტომ რომ როგორც ხატება და მსგავსება, რა, ამისთვის ვიბძით, რომ ჩვენ ადამიანმა აღიდგინოს დაკარგული ხატება და მსგავსება, როგორც მას ჰქონდა ცოდი დაცემამდე. ეს ძალიან რთული არის, მარტივი არ არის, მაგრამ თუ კი ადამიანი შეეცდება, აი ხუთებით თავის თავზე იმუშავებს ნახავს რომ არაფრით განსხვავებული სხვა მას და სხვაზე არ არის აღმატებული პირიქით ერთნაირად ყველა დღე შეიძლება რაღაც თამამდებობის არის იყოს შეიძლება დიდი ქონების პატრონი იყოს მაგრამ ეს არაფერს არ არაობა ხო დღეს ახვალ აღარ იქნება თუმცა ამას შეიგნებს ადამიანი და თავში დაინახავს იმ უამრავ ნაკურველობას რა თქმა უნდა უკვე შეეცდება რომ სხვას გული აღარ ატკინოს და თუ ხედავს რომ სხვა რამეს აშავებს და უბრალოდ ხო არის მოყვასე წანს საუბრობთ ხო დავინახეთ რაღაცას წოდავს მაგალითად ხო ეხლა საჯაროდ კი არ უნდა ვამხილოთ მას და უშუალოდ როგორც წამთქვით რომ ეს ეგრევე ჩასაბოლოო მდგომარეობაში არის ერთი ცოცხლა დამარხო ლამის როგორც უფალი გვარიგებს სახარებაში რომ თუ გული შეგტვივა ხო და მივიდე და მარტო იქნება უთხრათ მაგრამ ეს სიმართლის თქმა ძალიან რთული არ არის სიმართლე ნეტარგონ დევნური სიმართლე რატო მათეს ასწავლეთა და ხო რატო ცხანტერებაში თორე სიმართლის თქმას ეს ამასაც ვაშკაცობა უნდა ხო ხშირ შემთხვევაში იმიტომ რომ შესაბამის მომო დროც უნდა მიმღებლობაც შეიძლება აი როცა ნახეთ საინტერესოა როცა უფალი აგზავნის მოციქულებს აკადაგებთ რას ეუნება რომ არიგებს რომ თუ მიგიღებენ მოგისმენო იქ შედითო და დარჩითო და ისო და თუ არაო და გამოდითო რა კი არ ეჭუბოთო და კი არ ლანცოთ დაიბერტოთ და წამოდით და ანებთ იმიტომ რომ სწორია თუ ადამიანს მიღება და ვერ გაიგებს და მასთან აზრია საუბარ ჯობი არ ესაუბრო იმიტომ რომ ეს გამოიწვევს უფრო დაპირისპირებას და რაღაცა შეიძლება ძიმე შედეგებადაც კი მივიდეს შეურჩევ დროს და მომენტს აი მაშინ უნდა უთხრათ რომ აი და საჯაროდ არაფრით არ აქვს ამას გამართლება რომ გამოვიდეთ და ვლანცოთ ყველაფერს თავის წესს და რიგი აქვს თუ შეესმინა ხო კარგია თუ არ შეესმინა მე ორი მოწვის თანდასწრებით მივიდო კიდე ამხილეთო და თუ არა მე გადაერწო საკრებულოს ანუ ეკლესიასო და მე უკვე ეკლესია მიხედავს ხო და თუ არ უნდა ადამიანს გაგება აი უფალი მობრძანდა ახლა სასწაული აღასრულა და არ მიიღეს ხო ჩვენ ძალიან რთულია ადამიანს აი ყველა ადამიანს უნდა ინდივიდუალურად მიდგომა ესე ყველა ერთბაშად ვერ გაიგებს და სხვა დამოკიდებულება აქვს. სხვათა შორის მეუბნებიან ხოლმე მომხშირად ხოლმე წერენ ხოლმე რომ აი ამ მამაოსთან რო დადიან იმ დედაოსთან რო დადიან იმ ვიღაცასთან რო დადიან ეს უთხარი ამხილ ანუ მე რა არ მომწონს იცი მამო ჯერსეც ის ადამიანები ვინც დადიან იმისათვის მზად არ არიან რომ მეახედან ერთი სიტყვა უთხრა და 5 წამში აუხსნა ვიღაცა რო 15 წელი ვიღაცასთან დადის მკითხავთან ან ვიღაცასთან სიტყვაზე მნიშვნელობა არ აქვს ხო და ამ შემთხვევაში მამო აი როგორ უნდა აი შესაბამის დრო თან თვითონ არ გთხოვს რაღაცნაირად აი როგორ უნდა ფთხილად როგორ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს იმიტომ ხშირად ხდება ხოლმე მამო ჩვენი უხეშობით საერთოდ იქითკენ უფრო მიყვავს ხოლმე ვიდრე იქიდან მოყვავს აი მაგალითად ვიღაცა დადის რომელიღაცა მკითხავთან შეიძლება ის მკითხავ ისე ლანცხო რომ
და ისეთ იმას ჩააგდოს რომ კაი მე იქიდან წამოვარ თქვენთან ნახდათ არ მოვალო თქვას ხო ხდებით მამა აი ეს არის ძირითადად ჩვენი პრობლემა მამა ახსნის და მიწოდების სერვირება არ გვაქვს ჩვენ იმისა რომ აი ესე აუხსნათ ადამიანს და რაღაცნაირად თან ჩვენში მამა მაპატიეთ ერთ სიტყვი ჩვენ რო ველაპარაკებით მანდ ვერ ხედავს მეორე ადამიანი ჩვენში იმედს და იმას ვერ ხედავს რომ თანადგომას რაღაც ნიშნის მოგებით და რაღაცნაირად და ესეთი ახსნით ვერ გააგებინებ დაკარგავ პირიქით და მაგიტომ ხშირად თავს ვიკავებ ხოლმე ხო არა რთული არის წეგანს საუბრობთ ამაზე იმიტომ რომ ცალკეული მიდგომა უნდა ყველა ადამიანს აი ეხლა ესაც ისე მიდივართ იქამდე რომ აი ელემენტარული აი ამბანის დონეზეც არ ვიცით აი წმენა არ გვესმის რა იგივე რამდენი ვიცი რომ ზოგიერთ განკვეთილ მაგალითად სასწავლებელთან დადის და იქ ზოგი სტიხაროსანი ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ მაგრამ თან ესეთი ადამიანები რომ ვერ იტყვი იმაზე დაუშვათ უცოდინარია დაუშვათ ის არის რაღაცა მაგრამ აი თქვენთვის არის გაგონებაც არ უნდა აი რაღაც მომენტი უნდა შეურჩიოთ აი რაღაც მიდგომა უნდა იმიტომ რომ ყველაფერს თავისი დრო და სჭირდება ხო რაღაცა ადამიანმა ადამიანი მიხვდეს თუნდაც წეგან გითხრათ ჩვენც ახლა დრო იყო რომ საერთოდ კი ახლა როგორც დღეს უმეტესობა ხო ახლა ღმერთი წამდა მაგრამ არ წამდა დაუშვათ დილის არ წამდა დაუშვათ მაგრამ არ მარხულობთ იყო ეგეთი დროს ხო რამდენი დღეს ესე ხო ამბობს რომ აი კი წავს მე ღმერთი მაგრამ აი დილის არ წამს ეკლესიის არ წამს და ხანახან ზოგის ქრისტიანობა არის თვეში ერთხელ შეიაროს სანთელი აადოს და ამით გონია რომ რაღაცა ის კი ბატონო ესაც შეიძლება იმ მომენტში რომ შედის ისე შეეხოს მას ღვთისმადლი შეიძლება გალობას ყური მოკრა შეიძლება დაუშვათ რაღაც მწირვა მიდიოდეს შეიძლება და ისე მოექცეს რომ აი ვიცი მართლაც გახდეს თითი საჩვენებელი მრევლი ხო და იმას უნდა იმიტომ უფალს თავისი გეგმები აქვს ჩვენ ახლა რაც არ უნდა გვინდოდეს ხო აჩქარებით საქმე არ გამოვა რომ რაც არ უნდა გვინდოდეს იმას თუ არ უნდა ვერ ფშო გაიგებს რა ხო და ამიტომ რატომ მოიყვანე მოციქულებს მაგალითი რომ ვისაც აქ მიმღებლობასო დაველაპარაკოთ ხო ნუ დაუგრითო მარგალიტებსო ღორს უკარ გეუბნება იმიტომ დათრუნავენ იმიტომ იმათ არ ესმის ამით ის ახლა ჩვენ რომ დაუწყოთ ახლა რომელიც გაკრეპებული ამა თუ იმ სიტყვაზე ერესში სიტყვაზე ხო და ხა შეიძლება აზიერა იმას საუბარს აი რა ახლა ის სტილოს პირიქით გადაგა პირას იყო პირველ სოფლო კრებს მავთახსენება ხო აი იმ ისტორიულად რო გავეცოთ იმ რა ხდებოდა რამის ხელჩართულამდე მიდიოდა რომ ერთი ესე იგი ჭეშმარიტი დოგმატი მიიღო ხო წამში რო საუბარი ხო და თანი მარიოს ხარ როგორ ისინი მონაწილეობდნენ ესე იყო რა თქვა სასულიერო იერარქია ფილოსოფოსები რიტორები რომ განსავლელი იყო აი ჭერმეტყოლებაში და ესე მარტივი არ იყო ხო ამიტომ არის მათ ესე იგი მოწამეების ხანა ამიტომ არის მას სისხლის ფასად მოიტანეს ჩვენამდე ეს ჭეშმარიტი წმენის ეს გამოხატველი ესე იგი წამსი და შემდეგ რაც წმენ ნიკოლოზმა ვერ მოითვინა მაშინ გავცნობილი ფაქტია და კვერთი ჩავარდა არიოს იმიტომ რომ ისეთ კრეხლობას ამბობდა ის ხო და რა ჩვენ ვინ ვართ მასთან შედარებით ხო ამიტომ შეიძლება ეს რაღაცა და მოგვითხროს შედახება და აზია რა ეს ადამიანს საუბარი იმიტომ უფრო გამოიწვევს გაღიზიანებას დაპირისპირებას და რაღაც შეიძლება ესეთ რაღაცა გაუთვალისწინებს შედეგადაც კი მივიდეს საქმე ამიტომ ჩვენს მართოს მოთმინება დალოდება იმიტომ რომ ყველას თავისი ის უნდა მიდგომა ყველა რელიგიის მიმდევარს ხო ეხლა ყველა ამბობს ერთი რა თქმა უნდა ერთია ღმერთი და მაგრამ მართლმადიდებელია მხოლოდ და მართლმადიდებელია სწავლებაც ჭეშმარიტ სწავლებაც ერთი ხო არ შეიძლება ორი ქრისტე და სამი ქრისტე არ მოსულაო თავად ბრძანის სახარებაში უპალი რომ აი მეორე მოსულ ჟამს გამრავლდება ქრისტემ ტყუარნევა ქრისტიანობა გვეტყვიან აქ არის ქრისტეობა აქ არის ქრისტეობა მაგრამ არ დაუჯეროთ იმიტომ ესენი არიან დასაყრდნობო მოსულები ამიტომ გვართეს რომ დაუწყოთ ახლა სხვა რელიგიის შენ ესე ხარ და ის გამოიწვევს შხოს არ შეიძლება ამიტომ ხო ამიტომ თვითონაც ალბათ თავის გაჭირება მალობა მე რამდენი მოდის ხო იქიდან სხვა ამსახურებლებიდან მეორე გადმოსვლა და საინტერესოა მათი თქვათ მათთან საუბარიც მათი თუნდაც აი ნაზრევის მოსმენას საკითხვას იმიტომ რომ ისინი ჩახედული არის ამა თუ იმ იმაში უფრო ის უკვე შეგნებულად მოდის კი და უფლისნებით ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ ამის იმედი გქონდეს ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა მომო და თუ შეიძლება მომო რომ გითხრათ რომ იმასთან აი მართლა ურთიერთობაში მომო ხშირად ხდება ხოლმე რომ აი ჩემი გატანას ისევ შენი შეძენა ჯობს რა ხშირად ხდება ხოლმე რომ ვიღაცა თავისას გაიტანს მაგრამ ადამიანს მერე კარგავს ხოლმე
ეს არის კატასტროფა და საშინელი შეცდომა, რომ აი რაღაცა მე სადღაც ჩემი ეგოიზმით ვიღაცას დავუმტკიცე რაღაც და ამ შემთხვევაში შეიძლება ის ადამიანი დავკარგე. აი როგორ შევიცინოთ, მამაო, სხვა ადამიანი, თქვენ წეღარახანს ახსენეთ ეგენი, მამაო, სხვა რელიგიის წარმომადგენელი რაღაცა. აი ის შეიძლება ცდება და აუცილებლად ჩვენ რა თქმა უნდა მართლმადიდებლობა მართლმადიდებლობა არის და აუცილებლად ჩვენთვის ის ცდება, მაგრამ აი ესე ლამაზად როგორ უნდა შევაგნებინოთ, მამაო, როცა ეს არა მარტო რელიგიაში, მამაო, ისედაც ადამიანები ვინც ცდებიან, როგორ უნდა გავაგებინოთ, იმიტომ რომ ხშირი შემთხვევაა, რომ ჩვენგან დაღუპული და გამეტებული ადამიანი მე 1-20 წლის მერე რომ დაიღუპება შემოგიბრუნდება და გეუბნება, რომ აი იმ დღეს შენ, აი იმ წამს რომ აი სხვანაირად მოქცეულიყავი დღეს მე ამ დღეში არ ვიქნებოდი და ღმერთიც განიშნებს ხოლმე ხშირად რომ აი მაშინ რო გაიმეტე ეს აი აქამდე მივიდა და რო არ გაგემეტებინა დღეს კარგად იქნებოდა და სხვანაირად იქნებოდა თუ შეიძლება მამაო როგორ უნდა მივხვდეთ ხოლმე ხო რა თქმა უნდა აი როგორაც გიორგი ახლა კამას და დაპირისპირებას არც გამართლება არ აქვს და ეს ყოველს უკვე შედეგს მოიტანს რა ამიტომ არის ეს წინასწარ ცხოვრებაში რამდენი ყოფილა რომ რაღაც საშინელება დაუბრალებია ხო დავით გარეჯეს მაგრამ დაუბრალეს ხო და ქვაშვილი ხო და საბოლოოდ ვინ გამოვიდა გამარჯვებული. ხო, ხმარ ამოუღია. რამდენი ყოფილა ესეთი, რომ აი მაგალითად წმინდა დედა, რომელიც მამათა მონასტერში როგორც გადაცმული კაცი ესე მოღვაწეობდა და სიკვდილის მერე გაუგეთა თურმე ქალია და მისთვის დაუბრალებიათო თითქოს რაღაცა შეაცდინა და ბავშვი ეყოლა და შემდეგ და ის ბავშვით გაუზდია მას ისე რომ არ შეპასუხებია და არ მართლებია. მიუღია, კი და რაც ახლა რაღაცა ოქროს საშუალება უნდა გამოვანახოთ ჩვენ და იმიტომ რომ იმედი უნდა ქონდეს იმის რომ ყველა ადამიანში დადგება დრო როცა ის მართლაც დაიწყებს ჭეშმარიტების ძიებას და მივა ჭეშმარიტებამდე იმიტომ რომ და კიდევ ერთხელ გავიმეორო თუ არ უნდა მას რაც არ უნდა აი უფალისო ჩამოვიდეს და უთხრას და გამოეწყოს აზე რა არ გაიგებს ხო აი ესე ზოგი გაკრეპებული ამიტომ აზრიც არ აქვს მან საუბარს ახლა ჩვენო ვეცადოთ რა ჩვენზეა დამოკიდებულია ჩვენი თუნდაც შეგონებით პერიოდულად როცა მომენტს უნახავთ და ასე შემდეგ მაგრამ აი როგორ თქვა მე ვარ მართალი და ამით დაუწყოთ რომ ისა ქვია შენ ხო ეს რა თქმა უნდა ხიბლიც არის და თან კიდე იმის ჩვენი მხრიდანაც და ისაც უარესად ჩავარდება შეიძლება საერთოდ იგას თავიდანებოს და საერთოდ სულ შეხედულება და ჩამოუყალიბდეს და საერთოდ აიცროს გული ყველაფერზე ხო ამიტომ გმართებს იმიტომ რომ ერთი ადამიანის დაკარგვაც ძალიან არ შეიძლება და უნდა უფრთხილებოდეთ ერთმანეთს და მამაო თუ შეიძლება რომ კითხოთ აი ბოლო ერთ-ერთი ბოლო კითხვა იქნება აი ის არა ქვია როცა ადამიანს ცილს წამებენ და რაღაცა ხო ან ცილს წამების იქით განიკითხავენ რაღაცა ეგეთი მსგავსები ხო ამ შემთხვევაში მამაო ადამიანი ძალიან ცოდოვარი და რა თქმა უნდა უმძიმესი ტვირთი არის მაგრამ აი ამას როგორ მოეჭიდოს როგორ დაძლიოს მამაო ის იმიტომ რომ აი ეს თქვენ რაც თავიდან ბრძანეთ რომ ყველაზე დიდი ცოდვა არის ხვისი განკითხვაო სხვაზე ისო ხო ხელის გაშვერაო ხო ამის ქვეშ იმყოფება ძალიან ბევრი ყველა ადამიანი თითქმის რა აი თუ შეიძლება როგორ დაძლიოს ეს იმიტომ რომ ძალიან დიდი ტკივილი ამას დიდი ტკივილი მე მგონი არ არის რეალ ჯერსის შენაირივე რომ გვერდზე განგიკითხავს სულ რომ დამნაშავე იყო ვინ გეკითხება საერთოდ ხო ან რატო ქილიკობ შენზე ან რატო იმაშვება იშვერენ ხეს თუ შეიძლება მამაო ამის მსხვერპლი ვინც გახდება მამაო როგორ მოერიოს ამას იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ჩაკეტა ამ იმან მიდგომა ხო სამწუხაროდ ეს არის მწარე რეალობა და უამრავი ესეთი ფაქტები ყოფილა და ალბათ იქნება კიდევაც და ამიტომ აი რაც ახლა როცა ადამიანი შეძლებს იმას რომ გაიაზროს იმდენ რომ ჩვენ ვინ ვართ და რომ ეს შეიძლება იგივე მდგომარეობაში განკითხვის ობიექტი ჩვენც აღმოჩნდეთ ხო ითინოსაც აუცილებლად აღმოჩნდეთ ისეთ უმძიმეს იმაში რომ ამიტომ და ამის მიმღებლობა და დამტევება და მიმღებლობა ბევრს არ შეუძლია შეიძლება წეგანად თქვი რომ შეიძლება სიტყვა ისეთ რაღაცა უთხრა რომ კაცი მოკლას ხო სულიერად შინაგანად შეიძლება საწარკვლებელს ჩავარდეს და რაღაცა საკუთარ თავს მოიწიოს ხო და მე ჩვენ გეკისება ხო პასუხისმგებლობა ამაზე ამიტომ ისე და ისე ყველაზე მთავარი ესე იგი წინახედულობა მოთმინება საკუთარ თავში ჩაღრმავება იმიტომ რომ არავინ არავისი არ არის არაფრით მეტი ეს უნდა კარგად გავიაზროთ ყველა იმიტომ რომ რაც ოდესაც ჩადის სხვა შეიძლება იმაზე უარესად ჩვენ ჩავდიოდეთ ხო ან იმას თუ არა იმაზე უარეს იმაზე მძიმე ძირითადად ეგეთები განიკითხა თვითონ უარეს ჩადის ის სხვაზე ხო და ამიტომ არის რომ ესე იგი აი როდესაც დავიწყე რომ როდესაც ადამიანი შეძლებს რომ რამენერად მაინც ნაწილობრივ საკუთარ თავში დაინახოს ის ყველა მაკერით ისევ რაც ვატარებთ ხო აი
ალბათ უკვე აღარ განეკითხავს და უკვე მოერიდება, იმიტომ რომ იმავე უძმიერთ გომოროში ჩვენ აღმოჩნდეთ ხვალდაზე, რაც ის ადამიანია. ზუსტად და მოუერიდოთ სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ ყველა ადამიანზე, აი თუნდაც მამაო და ბოლო დონის რაღაცა ის კონდეს, რა ქვია, დანაშაული ან რაღაცა, ხო, იმ ადამიანზე ღმერთი ზრუნავს და ღმერთისთვის ტკივილი არის დიდი და რა თქმა უნდა, იქ ღმერთმა დაუშვა იმაზე, ის კაცი მოაქციოს თავისა და ჩვენ ამდენ შედივარ და თქოს ღმერთზე უკეთესი მეტი გვესმის და მეტად გვეცოდება თითქოს რა და ამიტომ აი ძალიან სიფრთხილე მარტებს ადამიანს რა და ამიტომ შეთხოთ უფალს ყველა ადამიანს მისცეს იმისი უნარი რომ აი ას ძიმეს სენი რაც გაკითხვის სენი არის რაღაცნაირად დავძლიოს და უფრო უკეთესები ყოფილიყვნენ. აუ არა და რა ნიჭიერი ხალხი არიან მამაო საქართველოში არ ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს და სხვადასხვა თუ გამეტება იციან მაგაშიც აი ბოროტულად ნიჭიერები არიან ხოლმე ისე გაიმეტებენ ადამიანს რომ ძალიან გთხოვ აი დანდობა ისწავლეთ იმიტომ რომ აუცილებლად თქვენც დაგიდგებათ რაღაც დრო რაღაც დღეები აუცილებლად გექნებათ რომ იქნებით ვიღაცისაგან რაღაცა დასანდობი ის და დამიჯერეთ თქვენ თუ არ დაინდობთ ხო მე მიხვდებით თუ რა დააშავეთ რა და თქვენც არ დაგინდობენ მე და ძალიან მტკივნეული იქნება იმიტომ აუცილებლად ეს არის ბრუნავს ბუმერანგული სისტემით აუცილებლად მოbrunდება ის რომ სადღაც რომ ვიღაც არ დაინდობ და მთელი ჩვენი ცხოვრება არის დანდობა ჩვენ თუ ღმერთმა არ დაგვინდო რაც არ უნდა კაი ხალხი ვიყოთ ჩვენ ზეცის ღირსნი რო არ ვართ ეგ ხო იცით და აი ეს დანდობა წინ დაგხვდებათ აუცილებლად გთხოვთ არ გაიმეტოთ არავინ იმიტომ რომ აი ყველაზე ცუდი ცოდვა არის რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს რომ არ ინდობს სხვას და წირავს. დიახ, მამაო, რას გვეტყვით კიდე ბოლო 4 წუთში. ამიტომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები, აი ესე მივალთ მიტევებასთანაც, იმიტომ რომ უფალს გვეუბნება ხო მიუტევოთ და მოგეტევებათ, არ მიუტევოთ, არ მოგეტევებათ. აი ეს არის ფორმულა. ისე როგორც აი განკითხვაზე ხო, ნუ განიკითხავთ, თუ გინდა არ განიკითხავთ, ხო და ამიტომ და ყველა ადამიანს აქვს ამისი უნარი, ამისი რესურსი. თუ კი მოინდომებს გიორგი რომ დაძლევს საკუთარი თავი. და საკუთარ თავს თუ დაძლევს, თუ დავძლევთ შეძლოთ ამას, ხო? ამიტომ არის მთელი ჩვენ სარწმუნოების მთელი არსიც ამას მდგომარეობს, ადამიანმა შევძლოთ, რომ როგორც პავლე მოციქული ბრძანა ძველი კაცი განეძარცოს და შევიძინოთ ახალი კაცი, ხო? აი ეს არის თავარი და ეს შეიძლება როგორ ისე და ესე მარხვით, აი ლოცვით, საკუთარ ცოდვაზე ფიქრით. აი ყველაზე თავარი. აი ეს არის თავარი და კიდევ აუცილებლად უნდა დღის განმავლობაში ადამიანი რაღაც გარკვეულ დროს მოუთმოდეს რომ ესე განისწავლოს თუნდაც აი ამ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში იკითხოს დაუშვათ იგიც მეტად ცხოვრებას, მაგრამ რამდენი რაღაცა მომეს ნახოთ, წერა ჩვენ ვახსენეთ მოსეშავი ხო, ბანდის მეტაური ხო წარმოგვიდგენთ და ეს ამხელა წმინდა მამა და სხვები და ამ ბევრჯერ ხომ ისეთი რაღაცა მინახავს წმინდა ცხოვრებაში, რაღაც გამხსენებია ხო, აი შეიძლება სულ არ ფიქრობდი ამაზე, სულ წარმოგვიდგენა ხო, ეს სხვანაირად დაინახავ მე რა ყველაფერს და აი ეს არის სწორედ ქრისტიანობის თავი არსი რომ ადამიანმა შეძლო საკუთარი თავის უკეთესად დანახვა. როგორც ეფრემასური ბრძანებს ხო და მოგონჭი ღმერთო საკუთარი ცოდვების განცდისვა და დანახვა ეს არის მთავარი. და არა განკითხვა ძმის ჩემის აი ისე იქ მივედით ხო? ხო და რომელიც იკითხება დიდ მარხვაში და ეს არის ფორმულა და ეფრემასური როგორ მოვიდა როგორ ახლა წმინდა ციხეში საპრობილეში ხო? მას დააბრალეს სპორტობა და იქ მე ამ იფიქრე და მივიდა დასხმამდე და დღეს არის აი ამხელა უდესი მამა და მოძღვარი. და რამდენი ადამიანს აცხონებს მისი ეს სწავლება, მისი სიტყვები და მისი მოძღვრება და ეს იგივე სხვა მამებისაც, ბასილი დიდი იონე და სხვები და სხვები. თან მამო, რაღაცნაირად სხვაზე რო ამბობ, რომ აი სიტყვაზე ეს ამას აშავებს, ეს შენ ვითომ მარკას ადებს შენ თავს, შენ ამას არ ჩაიდენ. ხო, ანგელოზი. პირიქით, მამო, უარეს ჩაიდენ და მე მიხვდები. თან აი მაგას ვერ ხვდებიან, მამო, ძალიან ცუდი არის, სანამ თვითონ აი ერთხელ ეგ როგორ მახსოვს, უნდა გავიხსენო, გაუცილებლად ერთი ბიჭი იყო და მეუნებოდა ამას მე არავის არ ჩავიდენო და მე ისეთი რაღაცები ჩაიდინა ტელევიზორში აჩვენეს მის დანაშაულები შედალო წინდეს აუ ეს როგორ მოუვიდა იმას ამას როგორ მოუვიდა განიკითხავდა და ბოლოს თვითონ აღმოჩნდა იქ რომ ყველაფერი ერთად ჩაიდინა რაც კი უკვირდა ვითომ რაღაც ანგელოზის როლს უთამაშობდა და ამიტომ თხილად ვიყოთ აუცილებლად ეს ისეთი სისტემაა რომ უკან აუცილებლად მოbrunდება და სხვასთან შეფასებაში უნდა ვიყოთ თხილად აუცილებლად ჩვენ თავზე განვიკითხოთ ჩვენ თავი და ჩვენ ვართ ცუდების სიტყვაზე და ეს შეგიძლია შენ თავს უთხრა მაგრამ სხვასთან თხილად მამო დაგლოცეთ თუ შეიძლება და ალექსანდრეც მოიკითხეთ რა ის ძალიან როგორ მოხდება სვაქეთ მაგას ვეძებ ხოლმე რომ გონია რომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო გიორგი და მადლობა თქვენ მამო ძალიან ისეთ საინტერესო თერისა გახარებული გამყოფოთ და უსვი გამყოფოთ და უნდა ქონდეს იმედი ყოველთვის სიგეთის მომავლის და რა თქმა უნდა უფლის იმედი პირველ რიგში და საკუთარ თავის ამით ღმერთის და ღმერთი შეგვეწევა და
დიდი მადლობა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც აღემატებს უბრალოდ კაცმოყვარებს. თავარია ჩვენი მონდომება უფალთან მისვლა, აი ამ სინამდვილედ ცნობიერად მიტანა ჩვენი ცოდვების და ისაც რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მისი მადლიც ორმაგი იქნება და მოგვიწევს ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა. ბედნიერებას გისურვებთ. უღრმესი მადლობა, რომ ესეთი ლამაზი გადაცემა წაიყვანეთ და წავიყვანეთ ერთად. მამაო, მადლობას გიხდით ყველას გემშვიდობებით, პატიმრებს განსაკუთრებით კიდევ ერთხელ მოგისუმეუნებით ხოლმე რომ რაღაცნაირად გიყურებთო და ყველაფერს იკეთეთ. სხვათა შორის ალექსანდრე ძალიან უყვართ პატიმრება, წაი დღეს ვეუბნებოდი რომ იქნება თქმა სამწუხაროდ ჩვენ და დღეს არ არის, მაგრამ იქითა კვირაში მე შემდეგ აუცილებლად მოვიწვევთ მასაც. კარგად ზანდებოდეთ დროებით, დიდი მადლობა, ვინც ხართ ჩემი მსმენელი და ჩემთან რაღაც თანადგომი, იმიტომ რომ ჩვენ ერთად მიყავს ეს გადაცემა, იმიტომ რომ ჩემს უკანს ყოველთვის თქვენ მოიაზრებით ხოლმე და მადლობა ყველაფრისათვის და მომიხსენიეთ ხოლმე რაც თავარია და მოვიკითხავ რუსთავის საპყრობილეს აუცილებლად ქსანსაც ყველა მთელს გდანს ყველას მთელ პატიმრეს მოვიკითხავ დიდი მადლობა რომ ხართ ესეთი კარგები და ძალიან მაგრები და უღრმესი მადლობა ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერს კარგს დროებით ხვალ საღამოს 8:00-ისათვის დაგიბრუნდებით